კარგით, მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს გვაქვს კომიტეტი. დღის წესრიგი დარიგებულია, თუ რაიმე შენიშვნა არა გვაქვს ან დამატება, დავამტკიცოთ დღის წესრიგი. ბატონო ბეჟან, დღის წესრიგი. სამი საკითხი არის გასავლელი. პირველი და მთავარი საკითხი არის საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევა წარმოდგენილი კანდიდატურები. აქვე გეტყვით, რომ არის წარმოდგენილი 5 კანდიდატურა, თუმცა ერთმა კანდიდატმა, ქალბატონმა ეკა ღაზაძემ, მოგწერა, რომ აღარ აქვს სურვილი სხვა სამსახური ნახა და ამიტომ მის კანდიდატურას არ განვიხილავთ და ჩვენ ვიცნობთ მათ პარლამენტში მუშაობიდან, აუდიტში მუშაობდა და წარმატებას უსურვებთ, სადაც არის და სადაც იქნება. რაც შეეხება კანდიდატების განხილვას, გთავაზობთ ტრადიციულად, როგორც ამას ვაკეთებთ ხოლმე, პრეზიდენტის წარმომადგენელი ქალბატონი ქეთი გამოვა. ჩვენ ბიოგრაფიები ყველა ვიცით დარიგებულია, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას გვისმენს, ამიტომ ძალიან მოკლედ მოგვახსენებს მათ შესახებ. შემდეგ მივცემთ საშუალებას კანდიდატებს, რომ თავიანთი მოსაზრება გამოთქვან, რას ფიქრობენ საბჭოსთან დაკავშირებით და თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებით, ეს მათი სურვილის სამიბარი, რასაც იტყვიან და ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმი. სათითაოდ გავალთ და ბოლოში გვექნება კენჭისყრები. თუ თანახმა ხართ, დავიწყოთ მაშინ ამ კუთხით მუშაობა. მადლობთ. ქალბატონო ქეთი, გთხოვთ, წარმოადგინოთ პირველი კანდიდატურა. ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო დეპუტატებო, მოგესალმებით. საქართველოს კონსტიტუციის 72 მუხლის მეორე პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 4 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევა წარმოგიდგენთ 4 კანდიდატურას. კანდიდატურებთან დაკავშირებით, როგორც ვთქვი, ინფორმაციას დეტალური დოკუმენტები თქვენს წინაშე უკვე წარმოდგენილია, თუმცა როგორც ბატონმა თავმჯდომარემ ბრძანა, კანდიდატების მიხედვით მოკლე ბიოგრაფიულ ინფორმაციას მოგაწვდით. პირველი კანდიდატი გახლავთ ბატონი ოთარ შამუგია. ბატონი ოთარი გახლავთ პროფესიით ეკონომისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის კურსდამთავრებული. ბატონ ოთარ შამუგიას აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სამსახურში მოღვაწეობის. სხვადასხვა დროს ბატონი ოთარი მუშაობდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე შპს საქართველოს რკინიგზაში ქონების მართვის სამსახურის უფროსად. კერძო სექტორში ბატონი ოთარ შამუგია იყო შპს საკონსულტაციო ჯგუფის და შპს რეალ კონსალტინგის ფინანსური დირექტორი. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბატონმა ოთარმა გაიარა ყველა კარიერული საფეხური, მათ შორის იყო საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი. 2020 წლიდან ბატონი ოთარი გახდა ჯერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხოლო შემდგომ კი მინისტრი 2024 წლის დეკემბრამდე. ბატონ ოთარს ყავს მეუღლე და 3 შვილი. მადლობთ, შეკითხვები ხომ არ არის ქალბატონო? მაშინ ბატონ ოთარს ვთხოვთ, რომ მობრძანდეს. მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო დეპუტატებო. პირველ რიგში მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს, თითოეულ დეპუტატს გადაუხადო განსაკუთრებული მადლობა იმ მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენ გვქონდა ჩემი მინისტრობის პერიოდში. ჩვენ გრძნობდით და გვქონდა მუდმივი მხარდაჭერა თქვენგან, პარლამენტისგან, თითოეული დეპუტატისგან ყველა პროექტის, რომელიც ინიცირებასაც ჩვენ ვაკეთებდით განხორციელებაში და ამისთვის, რა თქმა უნდა, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ სამთავრობო გუნდთან ერთად ამ წლების განმავლობაში განვახორციელებთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც ისარგებლა და სარგებლობს 10,000-ობით ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჩართულია სოფლის მეურნეობის სექტორში, ეს იქნება ფერმერი თუ
მეწარმე ჩვენ პირველ რიგში ხაზგასასმელია რომ რაც ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ამ სექტორში მივეცით საშუალება ფერმერებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებს ქონოდათ წვდომა იაფ ფულად სახსრებზე 20-მდე მოქმედი პროექტია დღეს რომელიც უშუალოდ ფერმერების ხარდასაჭერად არის მიმართული და სხვადასხვა ტიპის ხარდამჭერ ღონისძიებას მოიცავს თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი მათ შორის არის რომ ამ პროექტების მთავარი შინაარსი არის მათი მხარდაჭერა იაფი ფულადი სახსრების. სწორედ ამით ამ პროექტებით შევძელით ჩვენ რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მუდმივად ყოველწლიურად მზარდია როგორც აგროპროდუქციის გამოშვება ისევე ექსპორტი, რაც მე პირადად და ჩვენ ყველას რა თქმა უნდა ძალიან გვახარებს და გვეამაყება და ამას შეაქვს თავისი წვლილი ეკონომიკაში, მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის მაჩვენებლები ჩვენ ვხედავთ რომ ყოველწლიურად გვაქვს სტაბილურად მაღალი ეკონომიკური ზრდის ორი წელი გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გასული წელიც ძალიან მაღალი მაჩვენებლით დაასრულდა 9.5% ეკონომიკური ზრდით ინფლაცია გვაქვს უკვე ორი წელია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალ ნიშნულზე რა თქმა უნდა ეს არის სწორი განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და ამაში ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის როლი. დიახ, ეროვნული ბანკი არის სწორედ ის ორგანო, რომლის მთავარი ამოცანა გახლავთ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამავდროულად ეროვნულმა ბანკმა ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში, რა თქმა უნდა, იმ პირობით რომ არ დააზიანოს თავარი მისი ამოცანა, რომელზეც მე ვისაუბრე და ხაზს გავუსვი და მე ვფიქრობ, რომ ამ წლების განმავლობაში ეროვნული ბანკი ამ ამოცანას საკმაოდ კარგად ასრულებს და ეფექტურად ასრულებს და ის რიცხვები, რომელზეც მე ვისაუბრე, ეკონომიკური მაჩვენებლები, ასევე ინფლაციის მაჩვენებლები, ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს. მე მინდა მადლობა გადაუხადო პრეზიდენტს ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ბანკში მუშაობა, მათ შორის პროფესიულად, მე ეკონომისტი გახლავართ და რა თქმა უნდა საინტერესო იქნება საბჭოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ორგანოს საბჭოში მუშაობა და ვფიქრობ რომ იმ გამოცდილებით რაც ამიგროვდა სხვა პოზიციაზე მუშაობის პერიოდში ალბათონმა კეთევანმა ისაუბრა ამ საკითხებზე და მე აღარ გავიმეორებ მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა თავრობის ეკონომიკურ გუნდში მუშაობას მე ვიყავი ეკონომიკური საბჭოს წევრი სადაც ჩვენ განვიხილავდით ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან საკითხს ეკონომიკის ყველა სექტორში გამოწვევას იმ ღონისძიებებს ვსახავდით რომელიც ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის იყო საჭირო და ეს ყველაფერი შედეგიანია ფაქტის სახეზე გვაქვს აქედან გამომდინარე ამ გამოცდილებით მე ვფიქრობ რომ ჩემს მოგზაურებულ წვლილს შევიტან ეროვნული ბანკის შემდგომ წარმატებულ საქმიანობაში თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში სულ ეს იყო მოკლედ რის თქმას მინდოდა ძალიან დიდი მადლობა კითხვების შემთხვევაში სადღაც გიპასუხოთ მადლობთ ბატონებთან შეკითხვები ქალბატონო გისმენთ კი მოგესალმებით ბატონო ოთარ ნამდვილად შთამბეჭდავი ბიოგრაფია გაქვთ წარმოდგენილი და ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობის და ახლა თქვენ გადადიხართ იმ ინსტიტუციაში, რომელიც არის დამოუკიდებელი და განსაზღვრავს მონეტარულ პოლიტიკას. აი როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მოხდეს თქვენი როგორც საბჭოს წევრის ფუნქციონირების დროს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ამავდროულად ფისკალურ პოლიტიკასთან მონეტარული პოლიტიკის კოორდინაციის შენარჩუნება იმგვარად, რომ ამან ხელი შეუწყოს ქვეყანაში ზოგადად მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ბატონო ოთარ, გნებავთ ფურცელს და საწერ-კალამს მოგცემთ? კი, აიწერთ ხო? კი ბატონო. ბატონი ბეჟანი, ქალბატონი რიმა. მოგესალმებით კოლეგებო. მოგესალმებით ბატონო ოთარ. მივესალმებით თქვენს ამ გადაწყვეტილებაზე მადლობა პრეზიდენტს რომ თქვენი კანდიდატურა წარმოადგინა ამ პოზიციაზე ძალიან მნიშვნელოვანი
პოზიციაზე მიბრძანდებით ეროვნული ბანკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და გადამწყვეტ როლს ასრულებს ფაქტიურად მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილიზაციის კუთხით და ეს მთავარი ფუნქციები რაც არის ინფლაციის დონე და ლარის პოზიციების გამტკიცება, მაშინ მნიშვნელოვანი წილს იღებს ეროვნული ბანკი და ეს პოზიციები ძალიან კარგად უჭირავს დღესაც. აი მე მაინტერესებს ერთი რამ. მე როგორც ვიცი, დაახლოებით 35-40%-მდე ერთიანი შიდა პროდუქტის ტოლი 30-35% თანხა არის გაშვებული ბრუნვაში. ეს არის ლარზე მაქვს საუბარი. როგორ მიგაჩნიათ თქვენ, არის თუ არა ეკონომიკის განვითარების კუთხით და მნიშვნელოვანი რომ ავწიოთ ჩაშვება თანხის მასისა ბრუნვაში, მე მიფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად გამოაცოცხლებს ეკონომიკას. და აი მე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით და ძალიან ბევრ პოზიციაზე ხართ პოზიციაზე ბრძანდებოდით ეკონომიკისა და ფინანსების კუთხით და თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით და თქვენი მისვლა და იქ ამის გაჟღერება თუ როგორ ფიქრობთ ყოველივე ამას ძალიან მაინტერესებს. მადლობთ. მოგესალმებით. მეც დავიწყებ ბადნაოთარ მადლობით. პირველ ყოვლისა მადლობა თქვენ იმ გაწეული მუშაობისათვის, იმ ურთიერთობისათვის, რომელსაც თქვენ გარკვეული წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ვახორციელებდით. მართლაც ძალიან საინტერესო კანდიდატურა ხართ ამ შემთხვევაში, როცა გავეცანებთ თქვენს ბიოგრაფიას მიუხედავად იმისა, ჩვენ ვიცნობდით ერთმანეთს. აქ აღნიშნა ჩემმა კოლეგებმა, რომ თქვენ სადაც მიბრძანდებით, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ორგანიზაცია ჩვენი ქვეყნისათვის. მე არ დავიწყებ იმის მნიშვნელობას თუ რა არის ეროვნული ბანკი, კონკრეტულად მექნება თქვენთან რამდენიმე შეკითხვა. თქვენ თავად ბრძანეთ, როცა საუბრობდით, რა არის მთავარი გამოწვევა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენი მოსახლეობისათვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიური განვითარება, ფასების სტაბილურობა და ლარის კურსის ფასების დარეგულირება. აი ამ კუთხით თქვენი მისვლის პერიოდში როგორ ხედავთ განსაკუთრებით ლარის კურსის შენარჩუნებას, იმიტომ რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ მქონდა ძალიან ცვალებადება, თუმცა მისასალმებელია, რომ დღეს ეს უკვე დარეგულირდა და როგორ ხედავთ ამ კუთხით თქვენს პიროვნებას და რას გააკეთებდით აი ამ სამი პარამეტრის უფრო უკეთესად წარმართვისათვის. მადლობა. ხო, ბატონო ილია. მოგესალმებით ბატონო თარ. პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ და ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი გამოცდილების კადრი დღეს ესეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ ეროვნულ ბანკში ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე განიხილება თქვენი კანდიდატურა. მე მაქვს შემდეგი კითხვა, რომელიც ეხება საბანკო სექტორს, როგორ ხედავთ სახელმწიფო ბანკის პრიორიტეტს დღევანდელ რეალობაში, სადაც კიდევ უფრო გასამტკიცებელია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტიც, ეკონომიური ზრდაც საკმაოდ მაღალი გვაქვს, როგორც აღნიშნეთ და სამომავლოდ სახელმწიფო ბანკის გარშემო რა შეხედულება შეგიძლიათ გაგვიზიაროთ? შექმნაზე, დიახ. დიახ, სახელმწიფო ბანკის შექმნაზე, მაგალითად. ეროვნულ ბანკზე არ საუბრობს, სახელმწიფო ბანკი რო შეიქმნას. მესმის, ხო, მაგრამ აი ამ თემის გარშემო თუ შეგიძლიათ ორი სიტყვით გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება. დიდი მადლობა, ბატონო თარ გთხოვთ. ხომ არ უნდა ვინოს? კარგი, გთხოვთ შეგავთ. დიდი მადლობა. პირველ რიგში დავიწყებ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე იყო კითხვა და მონეტარულ პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო და მის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ფინანსური სტაბილურობისთვის ქვეყანაში და ეს ასე იყო და რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება. ჩვენ ვაგვირდებით ამას ამ წლების განმავლობაში, რომ ეროვნული ბანკი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც რა თქმა უნდა ყველაზე მეტად რომელიც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს და კარგად უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას სექტორის, რა თქმა უნდა, მე აღნიშნე ჩემი გამოსვლის დროს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავარი ამოცანა კი არის ბანკის, რომ ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოს, ასევე ფასების სტაბილურობა შენარჩუნება უზრუნველყოს, მაგრამ ამავდროულად სწორედ ეროვნული ბანკის ამოცანა არის ერთ-ერთი მათ შორის, რომ ამ ფუნქციების, ამ ამოცანების დაზიანების გარეშე ეკონომიკის განვითარება არ შეაფერხოს და ხელი შეუწყოს.
აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება უშუალოდ მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით, თუ როგორ ასე ვთქვათ, შეუწყობს ხელს ესა თუ ის გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ამ პროცესს, ეროვნული ბანკი განიხილავს ყველა იმ პროცესს, ყველა იმ მოვლენას, რომელიც ხდება ეკონომიკაში და მიმდინარეობს ამის მუდმივი ანალიზი კეთდება, როგორც ჩემთვის ცნობილია, რა თქმა უნდა, ბანკში არსებობს მონეტარული პოლიტიკის კომისია, რომელიც მუდმივ რეჟიმში განიხილავს ამ საკითხებს და რა თქმა უნდა, ის ამ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, მათ შორის ეკონომიკაში მიმდინარე ფაქტორებიდან გამომდინარე, გაკეთებული ანალიზის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. თავისთავად ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებზე და ანალიზზე დაფუძნებული და მან ხელი უნდა შეუწყოს როგორც უკვე აღნიშნე, პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა და ამავდროულად არ უნდა შეუშალოს ხელი ეკონომიკის განვითარებას. აი ეს ბალანსის დაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ბანკი ამას ახორციელებს და ჩემი მხრიდან მე შემიძლია გითხრათ, რომ როგორც აღნიშნე, ჩემი ბანკში მისვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მე ძალიან დეტალურად მინდა გავეცნო ყველა იმ ასე ვთქვათ დოკუმენტაციას თუ იმ სტანდარტებს, რომელიც აქვს დღეს ბანკს და რომელიც დამტკიცებულია ბანკის საბჭოს მიერ, შესაბამისი სამსახურების მიერ და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამის შესაბამისი ანალიზი გავაკეთე თუ სად შეიძლება ვთქვათ რაიმე მიმართულებით მოხდეს გარკვეული გაუმჯობესება. პროცესი ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, დინამიურია, მუდმივ რეჟიმში ეკონომიკაში იცვლება რეალობა ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ამაზე და ეროვნული ბანკი უნდა იყოს მყისიერი ამ პროცესებში, რომ მუდმივად თვალი ადევნოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ყველა სავაჭრო, ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმდინარე, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და აქედან გამომდინარე მიიღოს უკვე გადაწყვეტილებები მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ბრუნვაში თანხის გაშვებაზე იყო ბატონი ფეჟანის კითხვა ძალიან რთულია ხა ამ საკითხზე კონკრეტულად პასუხის გაზრდა, რა თქმა უნდა, ამას კონკრეტული ანალიზი ჭირდება, თუ რამდენად ეს უფრო ხელშემწყობი იქნება ეკონომიკის განვითარების და ხო არ დააზიანებს ასე ვთქვათ სხვა ამოცანებს შესაბამისად კონკრეტული ისევ და ისევ ანალიტიკის საფუძველზე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების მოსალოდნელი მოლოდინები ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაწილში, როცა ჩვენ მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე ვსაუბრობთ და ამ პროგნოზების საფუძველზე უნდა იქნეს გაანალიზებული და მიღებული გადაწყვეტილება, რამდენად კონკრეტულ შემთხვევაში ახლა ამ ეტაპზე იქნება ეს გადაწყვეტილება ასე ვთქვათ გამართლებული და მიზანშეწონილი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა ამ საკითხზე არის ძალიან საინტერესო, უფრო ღრმად, ასე ვთქვათ, იმ ანალიტიკაში ჩახედვა, რომელიც აქვს დღეს უკვე ბანკს და რა თქმა უნდა, შემდგომში მონაწილეობა ჩემი პირადად, ჩემი ასე ვთქვათ, კუთხიდან, უკვე სამთავრობო გამოცდილების კუთხიდან, თუ რა შეიძლება სიახლე შევიტანოთ ამ პროცესში და რამ შეიძლება უფრო დადებითი შედეგი მოგვცეს. ლარის სტაბილურობაზე იყო, ქალბატონი იმას კითხო, მადლობა შეფასებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავთ, რომ ამ წლების განმავლობაში, როგორც ინფლაციის კუთხით გვაქვს დაბალი მაჩვენებელი, ასევე კურსთან მიმართებაში არის მერყეობები, თუმცა ეს არ არის ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული, ეს არის გამოწვეული სხვადასხვა მოლოდინებით უფრო მეტად, სწორედ ამიტომაც ეროვნული ბანკი ამ შემთხვევებში მოქმედებს ჩემი აზრით ძალიან სტაბილურად, ზომიერად და სწორად და ასე ვთქვათ, არ აკეთებს ჩარევას, ხის ჩარევას ამ პროცესში, ვინაიდან ხედავს, რომ ეს პროცესები არის არაფუნდამენტური, ასე ვთქვათ, მოვლენებით გამოწვეული, სხვადასხვა შოკებით გამოწვეული, სხვადასხვა ვთქვათ, თუნდაც არასტაბილური სიტუაციით გამოწვეული, რომელიც წყნარდება და შემდგომ კურსი უბრუნდება ისევ ძველ ნიშნულს. ამას ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ხედავდით და ხედავთ, რომ შემდგომში ლარი უბრუნდება თავის ძველ მაჩვენებელს.
ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ისეთ გამოწვევას ამ კუთხით ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ, ამაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს და არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონში მიმდინარე პროცესები, ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, თუმცა დღევანდელი რეალობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაიმე საფრთხე არის სტაბილურობას ნამდვილად არ ემუქრება და კითხვა იყო ასევე სახელმწიფო ბანკის შექმნასთან დაკავშირებით, მე ხა ამაზე ნამდვილად რაღაც შინაარსობრივად ხმად ვერ ვისაუბრებ, ეს ძალიან ბევრ საკითხის გაანალიზებასთან არის დაკავშირებული და საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, ამაზე შემდგომში მსჯელობა ეროვნული ბანკის შიგნით საბჭოს ფორმატშიც, როგორ ეს რამდენად ეფექტური და გამართლებულია, მე ამ წუთას დადებით პასუხს ამაზე ნამდვილად ვერ გაგცემთ და ვერც ვარყოფით თავში ვიკავებთ პასუხის გაცემას. მე მგონი ეს იყო, ხო? კი ბატონო, კი. თუ დაზუსტება არ არის, მაშინ რაღაცა კითხვა იყო. გნებავდეთ რამე? გისმენთ ბატონო. მადლობას ვეთყოდი ბატონო თარს წლების განმავლობაში თქვენი ღვაწლისთვის, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით გააკეთეთ განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, სამეგრელოში. უამრავი პროექტია დაფინანსებული, უამრავი სიკეთე გაკეთდა. ხო, ვიძახი კონკრეტულად სამეგრელოზე, სადაც ჩვენ აქტიურად თანამშრომლობდით სხვადასხვა მიმართულებებით და უამრავი პროექტი განხორციელდა, რომელიც დღეს ქვეყანაში ხელს უწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას და იქნება პროდუქცია, რომელიც ექსპორტზე გადის და თითოეული ადამიანის ფაქტიურად კეთილდღეობას იწვევს. ამისთვის უდიდესი მადლობა, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მომავალი მოღვაწეობა იქნება წარმატებული და ის მიმართულება განსაკუთრებით მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც მეტ ხელშეწყობა საჭირო აქვს, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მოღვაწეობის პერიოდში უფრო მყარი იქნება, უფრო სტაბილური იქნება და ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას აქტიურად შეუწყობს ხელს. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა ჩვენი რეგიონის სახელით, მთელი ქვეყნის სახელით, რომ იმდენად წარმატებული იყო თქვენი მოღვაწეობა, რომ გისურვებთ ანალოგიურად უფრო მეტ წარმატებები და მადლობა. მადლობთ ბატონო ოთარ, დაბრძანდით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, მადლობა. კარბატონო კეთი, თუ შეიძლება შევდივართ. ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო დეპუტატებო, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოგიდგენთ ქალბატონი ნინო ჯელაძის კანდიდატურას. ქალბატონმა ნინომ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ფაკულტეტი და სოციალურ-პოლიტიკურ და იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტები. ქალბატონი ნინო აგრეთვე არის ინგლისური ენის დიპლომირებული სპეციალისტი. მას გააჩნია 15 წელზე მეტხნიანი სამუშაო გამოცდილება სააქციო საზოგადოება პროკრედიტ ბანკში, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. იყო ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის და შესაბამისობის განყოფილების უფროსი, ასევე ფრანკფურტში პროკრედიტ ჰოლდინგში საოპერაციო რისკების მენეჯერი. სხვადასხვა წლებში ქალბატონი ნინო ეწეოდა კერძო საკონსულტაციო პრაქტიკას ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობის მიმართულებით ფულის გათეთრების რისკების მართვის და პრევენციის მიზნით. ქალბატონი ნინო გახლავთ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სერტიფიცირებული სპეციალისტი. ქალბატონი ნინო ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მას ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. მადლობთ, შეკითხვებით თუ არ არის, მაშინ ქალბატონ ნინოს თხოვთ რომ მობრძანდეს. ისა მიკროფონი ჩართული არის, დააჭირეთ. ბოდიში. მოგესალმებით, ბატონო კომიტეტის თავმჯდომარე, ძვირფასო დეპუტატებო, საზოგადოება, დამსწრე საზოგადოება. უპირველეს ყოვლისა აღნიშნავ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატად ჩემი წარდგენა. რაც ამავდროულად ვაცნობიერებ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან დიდი გამოწვევაა.
ვიდრე ჩემს სამომავლო ხედვებს და გეგმებს გაგაცნობთ, მოგიყვებით ჩემი სამუშაო გამოცდილების და განათლების შესახებ. Როგორც ქალბატონმა ქეთიმ აღნიშნა, პროფესიით ვარ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი და ამავდროულად იურისტი. რაც შეეხება ჩემს სამუშაო გამოცდილებას, მაქვს დაახლოებით 15 წლიანი გამოცდილება საბანკო სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ამჟამად საქართველოს ეროვნულ ბანკში ხელმძღვანელობს საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტს. ორიოდე სიტყვით გეტყვით დეპარტამენტის ფუნქციებზე და მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანა არის მარეგულირებელი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ეფუძნება მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკას და რა თქმა უნდა ევროკავშირის რეგულაციებს. დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით, გუნდის აქტიური ჩართულობით ბოლო წლების განმავლობაში შემუშავებული იქნა კორპორაციული მართვის ძირითადი პრინციპები, ინტერესთა კონფლიქტის მართვის პრინციპები საფინანსო სექტორისთვის, ასევე კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნები, რომელიც ეფუძნება საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მთავარ პრინციპებს და გაიდლაინებს. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ევრორეგულაციებთან შესაბამისობა და დაახლოება და ამ მიმართულებით მუდმივად ეროვნულ ბანკში არის აქტიური სამუშაოები. რამოდენიმე მათგანზე შევჩერდები, რადგან ჩემი გუნდის აქტიური ჩართულობით ხდება მათი პრაქტიკაში განხორციელება. ბოლო წლებში განხორციელდა კომერციული ბანკების, მათ შორის მიკრობანკების და ციფრული ბანკების ლიცენზირების პროცესთან დაკავშირებული მთელი პაკეტის შესაბამისობაში მოყვანა ევროპის საბანკო ასოციაციის შესაბამის სახელმძღვანელოებთან. შესაბამისად, დღეს საფინანსო სექტორში ჩვენ გვყავს 3 ციფრული ბანკი, 1 მიკრობანკი და უახლოეს მომავალში ველოდებით მეორე მიკრობანკის ლიცენზირების პროცესსაც. რაც შეეხება ჩემ წარსულ გამოცდილებას, აქაც ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რომ მაქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება საქართველოში და გერმანიაში, კერძოდ პროკრედიტ ბანკში, მეკავა რამდენიმე მენეჯერული პოზიცია, მათ შორის შესაბამისობის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის პოზიცია, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბანკის შიდა პროცესების, პროცედურების ინფრასტრუქტურის შესაბამისობაში მოყვანა ეროვნული ბანკის რეგულაციებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ასევე ევრორეგულაციებთან, რადგან პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო ჯგუფის წევრია. ასევე შევჩერდები ფრანკფურტში, პროკრედიტ ჰოლდინგში, ჩემს სამუშაო გამოცდილებაზე, სადაც საოპერაციო რისკების მენეჯერის პოზიცია მეკავა და კოორდინაციას ვუწევდი ჯგუფში შემავალი ბანკების საოპერაციო რისკების მართვას. საინტერესო იყო ის გამოცდილება იმ მიმართულებით, რომ 2016 წელს პროკრედიტ ჰოლდინგმა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე პირველადად განთავსა აქციები, სადაც ჩემი გუნდი, საოპერაციო რისკების გუნდი აქტიურად იყო ჩართული. ასევე დავამატებ, რომ ჩვენი გუნდი უწევდა კოორდინაციას პროკრედიტ ჰოლდინგის ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებდა გერმანიის ცენტრალური ბანკი, ბუნდესბანკი. ყველა ამ პროცესში მონაწილეობამ ვიტყოდი, რომ ძალიან საინტერესო ევროპული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მომცა. ეს იყო იმის წინაპირობა, რომ ბანკში მუშაობის შემდგომ კერძო საკონსულტაციო პრაქტიკას ვეწეოდი ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის ფულის გათეთრების რისკების მართვის ჩარჩოს შემუშავება, ეფექტური კონტროლის მექანიზმების დანერგვა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა თაღლითობის რისკების პრევენციის მიზნით ისეთი დაინტერესებული მხარეებისთვის, როგორიც არის ფინტექ კომპანიები, კრიპტობირჟები და სხვა მხარეები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში ჩემი სამომავლო გეგმები და ხედვები უკავშირდება საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებას და მის კიდევ უფრო დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და რა თქმა უნდა ევრორეგულაციებთან. ამავდროულად საფინანსო სექტორის საჭიროების კვლევა იქნება ძალიან პრიორიტეტული მიმართულება და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით საზედამხედველო პრიორიტეტების განსაზღვრა. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკი გარკვეული პერიოდულობით საზედამხედველო სტრატეგიის ფარგლებში აქვეყნებს საზედამხედველო პრიორიტეტებს. ჩემი სურვილი და მიზანია აქაც აქტიური მონაწილეობა მივიღო და ვფიქრობ, რომ აქტუალური საკითხები, რაზეც ვიმუშავებთ, იქნება საზედამხედველო ჩარჩოს, კერძოდ რისკების ჩარჩოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა, ასევე ფინანსური ინოვაციების და ტექნოლოგიების წახალისება
და რაცაც ყოველთვის აღნიშნავდა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საერთაშორისო სტანდარტებთან და ევრორეგულაციებთან დაახლოვება. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას, ჩვენი ფინანსური სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას და მდგრადობას. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. მადლობა თქვენ. შეკითხვები. გთხოვთ კალბატონო ეკა. მადლობა კალბატონინო, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ თქვენი ბიოგრაფიის შესახებ და აგრეთვე იმის შესახებ, თუ რას აპირებთ მომავალში როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. თქვენ აღნიშნეთ, რომ საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებით გექნებათ, ასე ვთქვათ, მეტი ყურადღება დათმობილი თქვენი საქმიანობის განმავლობაში. და აქ თქვენ ბიოგრაფიაში ვკითხულობ, რომ თქვენ ძალიან კარგი სამუშაო გამოცდილება გაქვთ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის და ოპერაციული რისკების დაზღვევის მიმართულებით. აი ამ მიმართულებით თუ გეგმავთ თქვენ მუშაობის გაგრძელებას და განსაკუთრებით საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებას და იგივე სხვადასხვა საერთაშორისო თუ ევრორეგულაციების დანერგვას ამ მიმართულებით. იმიტომ რომ თქვენ ასევე აღნიშნეთ თქვენს გამოსვლაში, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებითა ძალიან აქტიური იქნებით. აი ამ თემატიკასთან დაკავშირებით რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ და რა ტიპის მიმართულებას აიღებთ იმისათვის, რომ ეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა სათანადოდ იყოს ყურადღება მიქცეული ეროვნული ბანკის მიერ. მადლობა შეკითხვისთვის. ერთ წუთით. სხვა შეკითხვები ხომ არ არის? კაი, მე მაქვს ერთი შეკითხვა. საბჭოში არის 9 წევრი. ჩვენ სავალუტო ფონდთან და არა მარტო მასთან ბევრი საუბარი არის საბჭოსთან დაკავშირებით, რა შეიძლება შეიცვალოს, თქვათ, ხوار მოემატოს წევრების რაოდენობა, ფუნქცია ხوار გაიზარდოს და ასე შემდეგ. თქვენ ხომ არ გაქვთ ამ კუთხით რაიმე მოსაზრება, რადგან ბანკი დამბრძანდებით და კარგად ხარ ჩახედული ამ საქმეში. რაიმე თუ გაქვთ თუ არა და გიბატონებთ. დიდი მადლობა შეკითხვებისთვის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს საფინანსო სექტორში საქართველოს კანონმდებლობის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს თქვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილია. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ეროვნული ბანკის ნაწილში ნაკისრი ვალდებულებების უდიდესი ნაწილი შესრულებულია. ასევე აღვნიშნავ იმას, რომ ეროვნული ბანკი განაგრძობს დინამიური აპროქსიმაციის პროცესს ევროდირექტივებთან და ევროსტანდარტებთან, განსაკუთრებით ინგლისურ ტერმინებს გამოვიყენებთ რეგულაციების CRD-თან და CRR-თან. რა თქმა უნდა, ამ მიზნით ჩვენ მუდმივად მონიტორინგს ვუწევთ კანონმდებლობაში, ევროკავშირის კანონმდებლობაში არსებულ ცვლილებებს. მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით, სამუშაო შეხვედრებზე განვიხილავთ და ვახდევთ მათ ადაპტაციას და შესაბამის რეგულაციებში ასახვას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან. აღსანიშნავია ის, რომ ასევე ვმუშაობთ ევროპის ცენტრალურ ბანკთან, ECB-სთან, სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით საბანკო ზედამხედველობის კუთხით, ასევე ფულის გათეთრების რისკების პრევენციის კუთხით. მუდმივად გვაქვს სამუშაო შეხვედრები, სადაც განვიხილავთ მიმდინარე რეფორმებს, როგორც მათთან, ასევე ჩვენთან. გარდა ამისა, აქტუალური საკითხები არის და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ვირტუალური აქტივების პროვაიდერების კუთხით ფულის გათეთრების რისკების პრევენცია და დაზღვევა. ამ მიმართულებითაც გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები და შეხვედრები ევროკავშირის სხვადასხვა საფინანსო უწყებებთან, რომელთანაც ვაპირებთ გავაღრმავოთ თანამშრომლობა და შესაბამისად ის ინოვაციები, ის რეგულაციები, რომლებიც მნიშვნელოვანი არის ფულის გათეთრების პრევენციის მიზნით, დავნერგოთ საქართველოში და გავაგრძელოთ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა. რაც შეეხება საბჭოს წევრების რაოდენობას, მე პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დღევანდელი შემადგენლობით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების სამუშაო გამოცდილება და განათლება არის დივერსიფიცირებული, რომელიც ჩემი აზრით ძალიან კარგი სინთეზი იქნება და სინერგია იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეროვნული ბანკის ფუნქციონირება, ფინანსური სექტორის ზედამხედველობა და გამჭვირვალობა. რაც შეეხება დამატებითი
დამატებითი წევრების საბჭოში შემოყვანას ვფიქრობ, რომ კომპლექსური საკითხია, საჭიროებს კვლევას, საჭიროებს სხვა ქვეყნების პრაქტიკის გაზიარებას და ამასთან დაკავშირებითაც კოლეგებთან ერთად, საბჭოს წევრებთან ერთად, რა თქმა უნდა, გვექნება სამუშაო შეხვედრები და შესაბამისად გაგიზიარებთ არსებულ ინფორმაციას. დიდი მადლობა. მადლობა ყურადღებისთვის. ერთი წუთით ბატონ ილიას მოგესალმებით, ერთი პატარა კითხვა მაქვს. ბანკის შესხების პროცენტების დაწევის რა შანსი შეიძლება იყოს? რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. თქვენ როგორ უყურებთ ამას და ხედავთ თუ არა მაშინ პოტენციალს რომ შეიძლება შევამციროთ რამენაირად? მადლობა შეკითხვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური კითხვაა. ამაზე ეროვნული ბანკი აქტიურად ფიქრობს, თუმცა ისევ განუმეორდები, რომ არის კომპლექსური საკითხი, რომელიც საჭიროებს კვლევას. რა თქმა უნდა, გეგმაში და მიზანში არის პროცენტებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების შემუშავება, თუმცა აქაც რთული არის ეხლა ამაზე პასუხის გაცემა, რადგან საჭიროებს ძალიან სიღრმისეულ კვლევას და ბევრი დეპარტამენტის და საბჭოს წევრების ჩართულობას. თუმცა რა თქმა უნდა სურვილი და მიზანი არის. კარგი, სხვა შეკითხვა თუ არ არის, დაბრძანდით გალბატონო ნინო, დიდი მადლობა. გალბატონო კეთი გთხოვთ. ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო დეპუტატებო, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევა წარმოგიდგენთ ბატონი ლევან ძნელაძის უკაცრავად კანდიდატურას. ბატონი ლევანი გახლავთ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ბატონ ლევანს აქვს დიდი გამოცდილება საფინანსო ეკონომიკურ დარგში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მოღვაწეობის. სხვადასხვა წლებში ბატონ ლევანი მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელად, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, ქონების მართვის და პრივატიზაციის მინისტრად, საგადასახადო შემოსავლების მინისტრად, ასევე იყო სააქციო საზოგადოება იმედის და სააქციო საზოგადოება GMC ჯგუფის გენერალური დირექტორი. სააქციო საზოგადოება ქართულ ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი და ასევე ბატონ ლევანს ეკავა სხვა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციები. ბატონ ლევან ძელაძე ამჟამად იკავებს საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. ბატონ ლევანს ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. მადლობთ. თუ შეკითხვები არ არის, ბატონ ლევანს ვთხოვთ მობრძანდეს. გაცრავთ, ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ძვირფასო საზოგადოებაო, პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს წავდგე თქვენს წინაშე როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი და რამოდენიმე სიტყვით მინდა მოგახსენოთ ჩემი ხედვების შესახებ ამ სამომავლო საქმიანობასთან და არჩევისა და სამომავლო საქმიანობის შემთხვევაში, თუმცა მანამ 2-3 სიტყვით ჩემი წასული ცხოვრების შესახებ და გამოცდილების შესახებ მინდა მოგახსენოთ. თბილისში დავიბადე, სწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დავამთავრე მაკროეკონომიკის ფაკულტეტი, მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა, დავიცავი დისერტაცია და გავაგრძელე პედაგოგიური საქმიანობა. შემდგომ, ასე ვთქვათ, ხარისხი და 28 წლის წინ, სხვათა შორის ნიშანდობლივია, აი ამ შენობაში, ზუსტად აი ამ დარბაზში დავიწყე ჩემი შრომითი საქმიანობა, გახდით აი ამ კომიტეტის, სადაც დღეს ვიმყოფებით, პირველი აპარატის უფროსი. ჩემი კოლეგების გარკვეული ნაწილი აქ არის და ძალიან მიხარია, სხვათა შორის. ამის შემდგომ გახდით ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი 4 წლის განმავლობაში ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში, ქონების მართვის მინისტრი, შემოსავლების მინისტრი.
შემდგომ კერძო სექტორში საქმიანობდი და აგერ 2020 წლიდან კვლავ დაუბრუნდი სახელმწიფო საჯარო სექტორს და გახლავართ საქართველოს ეროვნული ბანკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამჟამად ვარ ნაღდი ფულისა და საკასო ოპერაციების, ნაღდი ფულის მიმოქცევისა და საკასო ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჩემი დეპარტამენტის მთავარი ამოცანა მოგეხსენებათ ქვეყნის ეკონომიკის ფულის ნიშნებით შეუფერხებელი მომარაგება, ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა გახლავთ, ეროვნული ვალუტის პოპულარიზაცია, ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფა, საბანკო სისტემაში სალარო ოპერაციების წარმოების ერთიანი პოლიტიკის გატარება, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის მართვა და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის წარმოებისა და გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა და სხვა. დეპარტამენტი ძალიან მრავალფეროვანია თავის ფუნქციონირებაში. მას აქვს საკმაოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, აქვს შესანიშნავი საცავი, ალბათ რეგიონში ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმოჩენილი და ვფიქრობ, რომ იგი წარმატებით განახორციელებს დღესდღეობის თავის საქმიანობას ქვეყნის და ქვეყნის ეკონომიკის საგათილდღეოდ. ახლა რაც შეეხება ჩემს მიზნებს, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევის შემთხვევაში, როგორც გითხარით, ჩემი საქმიანობის ძირითად მიმართულებად მიმაჩნია ეროვნული ბანკის მთავარი მისიის ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად ისეთ საკითხებზე მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება, როგორებიცაა ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკის უზრუნველყოფა, მაკროეკონომიკური პროგნოზირების, მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებით და ინფლაციის მაჩვენებლების თარგეტირებით. შემდეგ ეროვნული ეკონომიკის განუხრელი ზრდის მიზნით ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებით, დარგის განვითარებაზე ინკლუზიური ორიენტირებული საბანკო და ფინანსური ზედამხედველობის უზრუნველყოფა და რა თქმა უნდა, ჩემი ქვემდებარე სფეროს ქვეყნის ეკონომიკის ფულის ნიშნებით შეუფერხებელი მომარაგება. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმძლავრესი ფინანსური ინსტიტუტის ინტეგრირების პროცესი დაჩქარებული საერთაშორისო საფინანსო საბანკო ინსტიტუტებთან, მათთან თანამშრომლობისა და ჰარმონიზაციის მიზნით. ფრიად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასევე საბანკო სექტორში საგადახდო სისტემების სრულყოფა და საბანკო ოპერაციებისა და ანგარიშსწორების თანამედროვე ალტერნატიული ფორმებისა და სისტემების დანერგვის ხელშეწყობა. ამოცანები ძალიან ბევრი გვაქვს, რომლებიც არის გადასაჭრელი. მე მოხარული ვარ, რომ მიწევს იმ პერიოდში მუშაობა, როდესაც ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი პარამეტრები გვაქვს და ამ პარამეტრებთან ერთად მიუხედავად ბევრი სამწუხაროდ არაორდინალური კატაკლიზმებისა, ჩვენ სტაბილურად მივყვებით ფერხულში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს და ფინანსური და მონეტარული პარამეტრებიც სათანადო დონეზე გვაქვს. ვეცდებით ჩვენი არჩევის შემთხვევაში ეს ტემპი შევინარჩუნოთ და უფრო გავაუმჯობესოთ. ხო, მყავს დაოჯახებული ვარ, მყავს 2 შვილი, 3 შვილიშვილი და ეს ყველაფერი. დიდი მადლობა. თუ შეკითხვები გაქვთ? მადლობა თქვენ. შეკითხვები. ქალბატონო რიმა, ბატონო ილია, ბატონო ბეჟანი. მოგესალმებით, ბატონო ლევან, დიდი პატივისცემით. მე გიცნობ თქვენ გარკვეული საქმიანობის გარკვეული პერიოდის ურთიერთთანამშრომლობის პერიოდში და მე მინდა უთხრა კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტს და მის აპარატს, რომ დღეს წარმოდგენილი კანდიდატურები მართლაც არის ძალიან დიდარი, კომპეტენტური და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები და მიხარია, რომ მათ შორის ბრძანდებით თქვენც. და წარმატებები მინდა გისურვოთ. მე ერთი შეკითხვა. თქვენ იცით, რომ ჩვენი მოსახლეობისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია
საბანკო პროცესი და მისი პროცენტები და თქვენ ისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, წეგან ჩემმა კოლეგამც დასვა ეს კითხვა, მაგრამ თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცენტების რეგულაციას, რადგან მოსახლეობას ახდენს ეს ძალიან დიდ ზეწოლას, იმიტომ განსაკუთრებით ლარის ცვლილებასთან დაკავშირებით და როგორი ხედვა გექნება თქვენ ამ კუთხით და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რომ ამ კუთხით უფრო უკეთესი მდგომარეობა გქონდეს ჩვენს მოსახლეობას. ბატონი ილია. მოგესალმებით ბატონ ლევან, წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მართლაც სასიხარულო ამ ხელგამოცდილების ადამიანი, რომ ამ პოზიციაზე ხართ წარდგენილი. დიდი მადლობა. მე მაქვს აი თქვენ დღევანდელი საქმიანობიდან გამომდინარე ალბათ უფრო ახლოს არის ეს კითხვა. რა პროცენტული განაწილება არის ნაღდ ფულის მოძრაობასა და ციფრული ფულის მოძრაობას შორის და ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ასეთი მზარდი ეკონომიკური ცვლა გვაქვს, თუ არის თუ იკლებს ან იმატებს რომელიმე მხარეს. დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონ ლევან. მოგესალმებით. ძალიან კარგია რომ თქვენ ამ პოზიციაზე გადაწყვეტეთ საქმიანობა და პრეზიდენტსაც ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენი კანდიდატურა წააყენა, იმიტომ რომ ძალიან შთამბეჭდავი ბიოგრაფია გაქვთ, ეს არა ბიოგრაფია, არამედ შეძენილი ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც მე დარწმუნებული ვარ თქვენ ძალიან კარგად გამოიყენებთ და საფუძვლიანად ეროვნული ბანკის ამ პოზიციაზე, ეროვნული ბანკში ამ პოზიციაზე. ეხლა მე იგივე კითხვა მინდა დავსვა, რამდენად სწორად მიგაჩნიათ და რამდენად კარგი იქნება, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ბევრს აწუხებს, იმიტომ რომ როდესაც ეკონომიკა ამ ნიშნულზეა, აუცილებელია ეკონომიკა მოამარაგოთ და არ იყოს დეფიციტი ლარისა. მიახლოებული ერთიანი შიდა პროდუქტის ხმი არ ვამბობ, შეიძლება 100 მილიარდი ვერ გავცეთ, მაგრამ დაახლოებით მიახლოებული, იმიტომ რომ ძალიან მცირეა და მიუწვდომელია ლარი და ასევე რამდენად სწორად მიგაჩნიათ ყოველი ამის შემდეგ უპროცენტო მომარაგება ბანკებისა, რა თქმა მათმა გასცენ სესხი მოსახლეობაზე, ეს გარკვეულწილად შეამცირებს პროცენტის რაოდენობას და მოსახლეობა ამით ამოისუნთქავს. აი ამ მიმართულებით თქვენი ამ გამოცდილებიდან თქვენ ეს ძალიან კარგად შეგიძლიათ გაანალიზოთ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც დეპუტატისთვის და მოსახლეობასაც შეხვედრა, რომ ახსნა მე, იმიტომ რომ ყველაზე კარგად თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. ამიხსნათ, რომ ეს როგორ შეგიძლიათ, როგორ შეიძლება ეს და რას მოგცემთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მადლობთ. მადლობთ. სხვა შეკითხვები არ ჩანს. თხოვთ ბატონო. მადლობას მოგახსენებთ შეკითხვებისთვის. მოდით დავიწყოთ იმ შეკითხვიდან, რომელიც ალბათ ყველაზე პოპულარული და აქტუალურია დღეს განხილვის თვალსაზრისით, ტკივნეულიც, რა თქმა უნდა, და აინტერესებს საზოგადოებას. ეს არის საპროცენტო განაკვეთის, სასესხო საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესაძლებლობები. მოგეხსენებათ, რომ ეს ბანკი მარტივად და პოპულარულად რო ახსნათ, ბანკი არის დაწესებულება, რომელიც გარკვეული საზღაურის საფასურის ხარჯზე ეს არის მისი საქმიანობის მთავარი მიზანი სხვა საქმიანობასთან ერთად გასცემს ფულის რესურსებს იმისათვის რომ ერთის მხრივ დაკმაყოფილდეს პირველადი მოთხოვნა და შესაძლებელია გამოყენებული იქნას ასე ვთქვათ სამეურნეო საქმიანობისათვის განაკვეთის შემცირების შესაძლებლობები დამოკიდებული არის რა თქმა უნდა იმ პარამეტრებზე რომლის ასე ვთქვათ ტარგეტირება ჩვენთან ხდება და მინდა მოგახსენოთ რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ თვალსაზრისით უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში არ შევცდები თუ ვიტყვი რომ 3% შემცირდა და დღეს 8%-ამდე არის ბანკდაშორისი საპროცენტო განაკვეთი. შეიძლება თუ არა უფრო ქვემოთ წამოვიდეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია, ნული ვერ გახდება ვერასოდეს ამას პირდაპირ გეუბნებით, ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს, თუმცა თუ საერთაშორისო სტანდარტებით შევხედავთ ამ პროცესს, შეიძლება ითქვას, რომ 8% თქვათ
შედარებით მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ იმ ეკონომიკისათვის, იმ რეგიონალური გამოწვევებისათვის, რომელშიც ჩვენ ვართ და იმ რისკების კვალობაზე, ვფიქრობ, დღესდღეობით ეს ის პარამეტრია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას კომერციულ ბანკებში მეტი შესაძლებლობები გავაჩინოთ იმისათვის, რომ იაფი ფულის, იაფი სესხის შესაძლებლობები ჰქონდეს როგორც სამომხმარებლო ბაზარზე, ისე სამეწარმეო ბაზარზე. პერსპექტივაში, როგორც გითხარით, ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბევრ სხვა პარამეტრზე და შესაძლებელია, ჩვენ თვითონაც ამისთვის ვართ მოწოდებული, რომ რაც უფრო მეტი ბრუნვა იქნება და რაც უფრო მეტი რესურსი იქნება გამოყენებული, ეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი და განვითარებისათვის საჭირო ინსტრუმენტი გახლავთ და ბუნებრივია ამისთვის მოწოდებული ვართ ჩვენ. ეს პირველი რაც შეეხება საბანკო პროცენტს. ნაღდი ფულის მოძრაობის თაობაზე და ეგრეთ წოდებული ელექტრონული ალტერნატიული ანგარიშსწორების საშუალებების თანაფარდობაზე. სხვათა შორის გარკვეული წლების წინ საბანკო სექტორში, არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც ხშირად მუსირებდა აზრი, რომ ნელ-ნელა ქეში, ნაღდი ფული მიმოქცევაში, ასე ვთქვათ, თავის თავს ამოწურავს და ალტერნატიული საშუალებები, ელექტრონული ალტერნატიული საშუალებები გადახდისას ჩაანაცვლებენ მას. მინდა გითხრათ, რომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სტაბილურად ნაღდი ფულის მოცულობა მიმოქცევაში იზრდება. იზრდება, დიახ, საქართველოში 8%-იანი ზრდა გვაქვს და ეს კარგიც არის, რა თქმა უნდა, და ამასთან ერთად ისიც უნდა აღვნიშნო, რომ არ მცირდება ალტერნატიული ანგარიშსწორების საშუალებების მოცულობაც. რაც იმას ნიშნავს, აღვნიშნე კიდეც წინა შეკითხვაზე პასუხისას, რომ ეკონომიკაში ზრდის კარგი ტენდენციები გვაქვს, რომ ადამიანები იყენებენ გადახდის ყველა იმ საშუალებას, რომელიც ხელმისაწვდომია. ღვთისწყალობით ახლა აგერ გვაქვს კიდევ თანამედროვე სისტემები ანგარიშსწორების და საბანკო ინსტიტუციებიც იქნება ელექტრონული ანგარიშსწორების და მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები გვაქვს. მე მგონი, რა ვიცი, ყველა შეკითხვებს საპროცედო დიახ გისმენთ. ერთი ჩემს ეკითხვას ეხება კიდევ. თქვენ თქვით, რომ ნაღდი ფულის მოძრაობა იზრდება, ხო? მოძრაობაში, დიახ. მოძრაობაში. და თქვით ისიც აღნიშნეთ, რომ ამას დადებითიც აქვს და უარყოფითიც. დიახ. აი, თუ შეიძლება გაგვიმარტეთ რა არის უარყოფითი ერთი წუთით, რადგან ეს საკითხი დაისვარ გაუგებრობა რომ არ იყოს ჩვენს ტელევიზიიდანაც გვიყურებთ. ნაღდი იზრდება, მაგრამ არა ნაღდი როგორ ამდგომარეობს, თანაფარდობა არის აქ მნიშვნელოვანი. თანაფარდობა როგორ არის? ორივე იზრდება. ანუ თანაფარდობა ნარჩუნდება, რაც იყო ისე ნარჩუნდება, ხო? დიახ, მე მოგახსენეთ. ჯერ კითხვას დავსვათ ბატონო ლევან და შემდეგ. ანუ წარმოშვა შეკითხვები, რომ ისე არ გამოჩნდეს, რომ ნაღდი იზრდება და ის მცირდება. ანუ თანაფარდობა იგივე რჩება და ორივე იზრდება თუ რაღაც იმისა, რომ იყო მოლოდინები, რომ ნაღდი ფულის მოცულობა ნელ-ნელა შემცირდებოდა მიმოქცევაში და მას ჩაანაცვლებდა ანგარიშსწორების ალტერნატიული საშუალებები, გითხარით, რომ ნაღდი ფულის მოცულობა მიმოქცევაში პირიქით ზრდის მაჩვენებლით ხასიათდება, ამასთან ერთად იზრდება ალტერნატიული ანგარიშსწორების საშუალებების გამოყენებაც. რაც იმას ნიშნავს, რომ თანაფარდობა, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, არის ალტერნატიული ანგარიშსწორების საშუალებების მხარეს, თუმცა ნაღდი ფულის მიმოქცევის პარამეტრიც დიდია. მე საერთო ჯამში ამას მხოლოდ პოზიტიურად უყურებ, ამას ნაკლი არაფერი არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა იზრდება. მადლობა. სხვა შეკითხვები თუ არ არის, დაბრძანეთ ბატონო. მადლობა ახსენებთ. დიდი მადლობა. ხალბატონო კეთი, ბოლო კანდიდატი. ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო დეპუტატებო,
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოგიდგენთ ბატონი ვახტანგ ბურკიაშვილის კანდიდატურას. ბატონი ვახტანგი გახლავთ ფინანსისტი და ეკონომისტი. ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხი მას მიღებული აქვს საფრანგეთში ICN Graduate Business School-ში. საერთაშორისო ფინანსების კურსი ბატონ ვახტანგს გავლილი აქვს გლაზგოს უნივერსიტეტში. წლების მანძილზე იგი მუშაობდა საბანკო სექტორში ფასიანი ქაღალდების სექტორის აუდიტად, ბანკების აუდიტად, საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელად. ამასთანავე სააქციო საზოგადოება საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში. ბატონი ვახტანგი იყო ფინანსური კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, შპს საქართველოს საინვესტიციო ჰოლდინგში ბიზნეს განვითარების დირექტორი და აღმასრულებელი დირექტორი. ასევე საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მმართველი დირექტორი. 2018 წლიდან ბატონი ვახტანგ ბურკიაშვილი იკავებს საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას. ბატონ ვახტანგს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. მადლობთ, შეკითხვები არ არის. გთხოვთ ბატონ ვახტანგ. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო დეპუტატებო, ქალბატონებო და ბატონებო. შევეცდები მოკლედ წარგიდგინოთ საკუთარი თავი. დავიბადე თბილისში, განათლება უმაღლესი მივიღე საფრანგეთში, ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები მენეჯმენტისა და ფინანსების განხრით. მაქვს სამუშაო გამოცდილება საბანკო სექტორში, კერძო სოსიეტე ჟენერალის შიდა აუდიტის დეპარტამენტში, ასევე საქართველოს ბანკის შიდა აუდიტის დეპარტამენტში, სადაც ჩემს პორტფელში შემოდიოდა როგორც საქართველოს ბანკის აუდიტის პროცესები, ასევე შვილობილი კომპანიების, კერძოდ ფასიანი ქაღალდების საბროკერო კომპანიის, სალიზინგო კომპანიის და უცხოური შვილობილი ბანკების აუდიტის პროცესებიც. ასევე სხვადასხვა წლებში მუშაობდი აღმასრულებელ თანამდებობებზე საინვესტიციო სექტორში, როგორც საფრანგეთში, ისე საქართველოში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კაპიტალის ბაზარზე. კერძოდ საფრანგეთში F&I ინვესტინგის საინვესტიციო პროდუქტის ხელმძღვანელი ვიყავი, ინდუსტრიულ ჯგუფში ფინანსური კონტროლის ხელმძღვანელი, თანაინვესტირების ფონდში მმართველი დირექტორი. ეროვნულ ბანკს კი შემოვერთი 2018 წელს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, სადაც ჩემს დაქვემდებარებაში არის 6 დეპარტამენტი, კერძოდ საკასო ოპერაციების და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტი, ფინანსური ბუღალტური აღრიცხვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტი, პროექტების მართვის ოფისი და უსაფრთხოების დეპარტამენტი. ვარ ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრი. მოგეხსენებათ, კომიტეტები მსჯელობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც აისახება ქვეყნის ფინანსური სექტორის მდგრადობაზე, ფასების სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. გარდა ზემოხსენებული მიმართულებების ყოველდღიური გამართული ფუნქციონირებისა, მინდა აღნიშნო, რომ ბოლო წლებში სემში წარმატებით განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, საიდანაც გამოყოფდი ERP სისტემის კომპლექსურ დანერგვასა და რეზერვების მართვის სისტემის განახლების პროექტს. ასევე წარმატებით მოიპოვეთ ISO 27000 ოჯახის ინფორმაციული უსაფრთხოების სერტიფიკატი, რაც წარმოადგენს საერთაშორისო აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს. აღსანიშნავია, რომ სემში ამჟამადაც მიმდინარეობს მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების პროცესი, რა პროცესებშიც პირადად ვარ ჩართული. აღნიშნული პროექტების მნიშვნელობა და კომპლექსურობა ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ბანკი წარმატებით გადის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს. ზოგადად მოგეხსენებათ, რომ SEB უაღრესად კომპლექსური ორგანიზაციაა, მაქვს იღრმისეული და დეტალური ცოდნა მისი სტრუქტურის და ფუნქციონირების. მოგეხსენებათ ასევე, რომ SEB-ის საბჭო არის მმართველი უმაღლესი ორგანო მისი და შესაძლებლობას მომცემს მისი წევრობა, რომ ეფექტურად განახორციელო ამ პროცესების ზედამხედველობა, რომელიც ვახსენე და არა მხოლოდ მათი. მადლობა, თუ კითხვები გაქვთ. მადლობთ. გთხოვთ შეკითხვები. ქალბატონი ეკა. გთხოვთ. მადლობა. ბატონო ვახტანგ, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციისთვის, აი თქვენს ბიოგრაფიაში ვნახე, რომ ბანკის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობის საკმაოდ მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ და მრავალ დეპარტამენტს ხელმძღვანელობთ. და ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ახსენეთ, ეს იყო რეზერვების მართვის პროექტი. ამასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციისგან, უბრალოდ უსამშობლოთა კასტისაგან ისმის ხშირად ესეთი გამოთქმები, რომ ეროვნული ბანკი ვერ მართავს რეზერვებს, ან არასწორად ახორციელებს ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს, რამდენად შეესაბამება ჩვენი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების მართვის პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებს და რამდენად უზრუნველყოფს იგი ქვეყნის სტაბილურობას და რამდენად უზრუნველყოფს იგი ქვეყნის სარეიტინგო მაღალ მაჩვენებელს
საერთაშორისო სხვადასხვა სარეიტინგო კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევების დროს. მადლობთ. მადლობთ. სხვა შეკითხვა არ არის. მე მოდგენა მოხდა. ასეთ შეკითხვებზე გავაგრძელებ ქალბატონი ეკას შეკითხვას. დიდი ამბავი იყო ოქროს შეძენასთან დაკავშირებით და მოკლედ რა მოსაზრება გაქვთ და რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და მეორე საბჭოს წევრებთან დაკავშირებით. მე არ ვამბობ ცუდია, ჩემი აზრით კარგია, მაგრამ არის მოსაზრებები, მათ შორის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, რომ ხوار შეიცვალოს რამე, თქვათ იგივე უფლებამოსილების ნაწილში, რაოდენობაში და ასე შემდეგ. თქვენი მოსაზრება როგორც ასე ვთქვათ, ბანკის წიაღიდან წამოსულ ადამიანს გთხოვთ. ბატონო, ესე იგი, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მოგეხსენებათ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. წლის ბოლოსათვის ჩვენი რეზერვების მოცულობა იყო 4.45 მილიარდი. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკაც აქედან გამომდინარეობს, რომ ყოველთვის მომართულია რეზერვების შეძენაზე, როდესაც კი ამას ბაზარი იძლევა საშუალებას. ჩვენ ვუყურებთ, ვაკვირდებით პროცესებს, მიუხედავად მაღალი კრიტიკისა, მაგალითად ნოემბერში 124 მილიონით შევავსეთ დაახლოებით, დეკემბერში გავაგრძელეთ შევსება რეზერვების და 28 მილიონი დაახლოებით თუ არ ვცდები, შევიძინეთ კიდეც. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უწევს კიდეც რეზერვების გამოყენება, იმიტომ რომ როდესაც მაკროეკონომიკური ფუნდამენტური პრობლემები არ არის ბაზარზე, მოკლე შოკებია წარმოდგენილი, თვითონ თავისუფალი მცუცავი კურსი იღებს ამას თავის თავზე, მაგრამ როდესაც უყურებთ, რომ ის გადის იმ რკალიდან, რომელიც დასაშვებია და არ იძლევა არანაირი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური პარამეტრები იმის მაჩვენებაც, რომ აქ რაღაც უნდა მოხდეს, მაშინ ხდება გავაგრძელებ ბატონი პაატას კითხვას ოქროსთან დაკავშირებით. ამასაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო დივერსიფიცირება, ასევე რეზერვები წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ კარგად იცით დოლარში, კანადურ დოლარში, ცოტა ევროშიც. გვინდოდა ამის დივერსიფიცირება ამ საკითხის და სწორი გადაწყვეტილებაც მივიღეთ. დღეს უკვე ვიცით, რომ არა მხოლოდ დივერსიფიცირებული, არამედ თუნდაც ამ მოკლევადიან ერთწლიან პერიოდში დაახლოებით 400 მილიონის არარეალიზებული მოგება გვაქვს ჩვენ იმ ოქროს შეძენიდან. შესაბამისად, გადაწყვეტილება იყო არა მხოლოდ დივერსიფიცირებაში წარმატებული, არამედ ფასშიც გამოხატული. რაც შეეხება საბჭოს წევრების რაოდენობას, მოგეხსენებათ, რომ ესეც 9 წევრი. მე ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის ოპტიმალური რაოდენობაა წევრების. დატების დამტკიცების შემთხვევაშიც შესაბამისად ამ მიმართულებით მე არ ვიტყოდი, რომ რაიმე ცვლილებები იქნება ამჯერად საჭირო. მადლობთ. სხვა შეკითხვები არ არის, დავბრძანეთ ბატონო. მადლობა. კოლეგებო, სულ 2 წუთს დავკარგავთ და შემდეგ ერთად ჩავატაროთ კენჭისყრა. ფორმალური საკითხებია. მეორე საკითხი გვაქვს საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. ეს დარიგებულია, წაკითხული გაქვთ. სტანდარტული გეგმა არის, რაიმე ესეთი ცვლილება არ არის, თუ რამე შენიშნავ გაქვთ ან დამატება, ბრძანეთ თუ არა და მაშინ ესეც კენჭისყრაზე გადავიტანოთ. შემდეგი საკითხი არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55 მუხლის შესაბამისად კომიტეტის თემატური მოხსნებების განსაზღვრა. ესიც აპარატმა თქვენთან ეს გაიარა. თუ რაიმე ცვლილების სურვილი გაქვთ, ბრძანეთ თორემ მაშინ ეს საკითხიც კენჭისყრაზე დავაყენოთ. კარგი არის. მაშინ გადავდივარ კენჭისყრებს. პირველი დავიწყოთ. კენჭი უყაროთ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევას და გვარებს დავასახელებ. მეორე ქალბატონი ნინო ჯელაძე. ერთხმად არის გადაწყვეტილება მიღებული. ბატონი ლევან ძნელაძე. ასევე ერთხმად და ბატონი ვახტანგ ბურკიაშვილი.
სესიაზე განხილვის გარეშე პირდაპირ კენჭისყრაზე დადგეს სესიაზე. ვინ არის მომხრე? მადლობთ. და შემდეგი საკითხები ეს არის გეგმის დამტკიცება და შემდეგი არის თემატური მოხსენებლების დამტკიცება. კარგი, დიდი მადლობა ყველას ნაყოფიერი მუშაობისათვის წარმატებას გისურვებთ, განსაკუთრებით კანდიდატებს.